მშვიდობა, ახლო აღმოსავლეთში. არ იქნება ორ შემთხვევაში დღეს. ირანმა უარყო მშვიდობის მოახლოება და შეთანხმების ხელმოწერა. დონალდ ტრამპს უნდა მიეღო იდეალური. საჩუქარი საკუთარი დაბადების დრისთვის. ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა, რომელიც მის ხელმოწერას ატარებდა. მან სოგარ დაასახელა თარირი. ირანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის და უკვე გამოაცხადა ამის შესახებ კვირას, 14 ივნისს. დონალდ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმება სწორედ კვირას უნდა გაფორმდეს. და საკუთარ სოციალურ ქსელ True Social-ში დააფირდა, რომ ხელმოწერისთანავე ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის გაიხსნება. ამავე თარიღი ერთი დღით ადრე დაანონსა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა, რომელიც მოლაპარაკებების მთავარი შუამავალია. ამავე ინფორმაციას დაადასტურა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაგრამ მოულოდნელად ირანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საბოლოო შეთანხმება ჯერ კიდევ არ არსებობს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის სწორედ დღეს გაფორმდეს. მათ თქვეს, რომ დონალდ ტრამპის დაბადების დღეზე ასეთ საჩუქარს არ მივცემთ. სხვათა შორის დღეს მას 80 წელი უსრულდება. და მოულოდნელად ჩნდება ახალი დეტალები იმის შესახებ, რაზე დათანხმდა თეირანი. თეირანმა კიდევ ერთხელ წარმოადგინა მშვიდობის შეთანხმების ახალი ვერსია. და ის კვლავ განსხვავდება იმისგან, რაც დონალდ ტრამპმა გვითხრა. მოკლედ, მოდი ახლა ცხელკვალზე ყველაფერი გავარჩიოთ. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. სანამ დავიწყეთ, ხებთ გთხოვთ გამოიწერეთ არხი. დაალაიქეთ და დაწერეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი. მოკლედ, დონალდ ტრამპის დღესასწაული როგორც ჩანს ჩაიშალა. დღეს ტრამპს 80 წელი უსრულდება და სურდა იუბილეზე ნამდვილი საჩუქარი მიეღო. ეს არის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა ირანთან. ირანმა დღეს უარყო ტრამპის მიერ დაანონსებული სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა და ჰორმუზის სრუტის გახსნა სწორედ დღეს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაგაიმ მოკლედ განაცხადა: ხელმოწერა დღეს არ შედგება, თუმცა შეიძლება უახლოეს მომავალში მოხდეს. შემდეგ მოხავთ მისი ციტატა. ჩვენ მოგვიწერს დაველოდოთ და ვნახოთ ურთიერთდაგების მემორანდუმის ხელმოწერის ზუსტი თარიღი, თუმცა ეს ნამდვილად არ იქნება დღეს. ირანულმა სააგენტო ფარსმა წყაროზე დაბრუნებით გავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ჩარჩო შეთანხმების შესახებ, ხოლო მისი პოლიტიკური, იურიდიული და ტექნიკური ასპექტების დამუშავება ექსპერტულ და პოლიტიკურ დონეებზე გრძელდება. უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატარის ოფიციალური პირები სასწრაფოდ გაფრინდნენ თეირანში, რათა დაეხმარონ ირანელებს როგორმე მივიდნენ რაიმე გადაწყვეტილებამდე. და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი. ფარსის ინფორმაციით ირანელები არ სურთ ხელმოწერას სწორედ დონალდ ტრამპის დაბადების დღეს, რადგან ეშინიათ, რომ ამერიკის პრეზიდენტი ამას პირად გამოიყენებს. ის ამ ტრიუმფს საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩენს და პოლიტიკურ თუ მედია საშუალებებში გამოიყენებს. ანუ საქმე უკვე მხოლოდ პირობებში აღარ არის. საქმე იმაშია, რომ თეირანი არ სურს გახდეს სხვისი დღესასწაულის დეკორაცია. ყოველ შემთხვევაში ასე აცხადებენ ისინი. რა უნდა იყოს ამ გარიგებაში? ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანისა და კატარის შუამავლობით დაახლოებით 3 თვის განმავლობაში მზადდებოდა. დოკუმენტი უნდა გაახანგრძლივოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, 60 დღით გახსნას ჰორმუზის სრუტე და დაიწყოს მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ირანულმა სააგენტო მეჰრმა გამოაქვეყნა წინასწარი ტექსტი 14 პუნქტით და თეირანის მოთხოვნების სია შთამბეჭდავია თავისი მასშტაბით. სრულიად შეწყვეს საბრძოლო მოქმედებები ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში. აშშ-ს არ ჩაერიოს ირანის შიდა საქმეებში, სრულად მოიხსნა საზღვაო ბლოკადა 30 დღის განმავლობაში, ამერიკული ჯარების გაყვანა ირანის მიმდებარე ტერიტორიებიდან, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის აღდგენა, ნავთობისა და ნავთობქიმიის კაპიტოზე დაწესებული სანქციების შეჩერება და ირანისთვის სრული წვდომა მის გატინულ აქტივებზე. და ცალკე პუნქტად ყველაზე ხმაურიანი. აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა უნდა წარმოადგინონ ირანის აღდგენის პროგრამა, რომლის მოცულობა არ უნდა იყოს 300 მილიარდ დოლარზე ნაკლები. და აქ უბრალოდ უფსკრულია ორ მხარეს შორის. ტრამპი კატეგორიულად უარყოფს, რომ ირანი რაიმეს მიიღებს ნაღდი ფულით. ის სპეციალურად უსვამს ხაზს კონტრასტს ობამას 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებასთან. აცხადებს, რომ ობამას გადახდებისგან განსხვავებით, ეხლა ფულის გადაცემა არ მოხდება. ამერიკული მხარე მოითხოვს, რომ ირანმა გახსნას ჰორმუზის სრუტე გემების გასავლელად ყოველგვარი გადასახადის გარეშე. და სწორედ ეს არის ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ირანული გემებისთვის ბლოკადის მოხსნის პირობა. მაგრამ თეირანი სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვერსიით, შეთანხმების ნაწილი არის ირანის უფლება აიღოს გადასახადი გემების ჰორმუზის სრუტეში გავლაზე. და ეს ყველაფერი არ არის. ფულისა და ჰორმუზის სრუტის გარდა, ირანულმა მხარემ მაქსიმალისტური მოთხოვნები წამოაყენა. ამერიკული სამხედრო ბაზები რეგიონიდან უნდა გაიყვანოს.
გამდიდრებული ურანი ირანში რჩება. და ეს არის საკვანძო მომენტი, რომელიც მთელ კონსტრუქციას ანგრევს. იმიტომ რომ ტრამპისთვის მთავარი, ბოდიში პროპაგანდისტული თეზისი ასე ჟღერს. ირანი ბირთვული არაკს ვერასდროს მიიღებს, ვერც ყიდვით და ვერც შექმნით. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ თეირანი თავის ურანს პრინციპში არ აპირებს გადასცეს. დამტკიცება ფიზიკურია. საქმე იმაშია, რომ წინა დღეს ირანმა მიწა დააყარა და დაანაღმა შესასვლელები მიწისქვეშა კომპლექსებში, სადაც მისი გამდიდრებული ურანის მარაგებია შენახული. და აი CNN-მა დააფიქსირა ჩამონგრეული გვირაბები ისპანეთში. და ეს სიგნალია ფაქტობრივად ერთდროულად ორ დონეზე. პირველ რიგში თეირანი თავს იზღავს შესაძლო ამერიკული სახმელეთო ოპერაციისგან, რომლის მიზანიც ამ მარაგების ხელს ჩაგდება. ასეთი ოპერაცია მართლაც მზადდებოდა, მაგრამ ტრამპმა ის ბოლო მომენტში გააუქმა. და მეორეც, საკუთარი საცავების დანაღვით ირანი აჩვენებს, რომ ბირთვულ მასალებზე უარის თმას არ აპირებს არც ერთი შეთანხმების შის შემთხვევაშიც. და აი დღეს თითქოს და მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერის დღეს ირანი კვლავ ავრცელებს მედიაში საკუთარ ვერსიას მშვიდობის შეთანხმების შესახებ. და ამჯერად ის უკვე ამერიკულ მედიას აწვდის ამ ინფორმაციას. ახალ ვერსიაში მითითებულია, რომ ირანი დაუყოვნებლივ ხსნის ჰორმუზის სრუტეს ყველა კომერციული გემისთვის, ხოლო აშშ ხსნის თავის საზღვაო ბლოკადას ირანის პორტებზე. ასე იყო. აშშ ირებს ვალდებულებას, რომ არ დააწესებს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე. საბოლოო შეთანხმების გაფორმების შემდეგ აშშ-სა და გაეროს ყველა სანქცია ყველა ირანის წინააღმდეგ გაუქმდება. აშშ ირანს დროებით გაათავისუფლებს ნავთობის სანქციებისგან, რაც თეირანს მისცემს საშუალებას გააყიდოს ნავთობი და მიიღოს შემოსავალი მისი ექსპორტიდან ჯერ კიდევ შეთანხმების ხელმოწერამდე. ეხლა კი ყველაზე მთავარი. ის, რასაც ეხლა ირანელები ავრცელებენ. აშშ-მა დათანხმდა 25 მილიარდი დოლარის გამბლოკვას. გაკინული ირანული აქტივები, მათ შორის პირდაპირი ფულადი გადარიცხვები, რეგიონული სახელმწიფოების თანამშრომლობა და ფინანსური საკვეთო ხაზების უზრუნველყოფა. ვაშინგტონი თავის რეგიონულ მოკავშირეებთან ერთად მოამზადებს ირანის აღდგენისა და განვითარების გეგმას, რომელიც თეირანთან შეთანხმდება 60 დღე განმავლობაში. და მოთხოვნა მინიმუმ 300 მილიარდი დოლარი. ეხლა ბირთვული პროგრამა. თეირანი თანხმდება, რომ არ აწარმოებს და არ შეიძენს ბირთვული არორახს. საბოლოო შეთანხმების დადებამდე ირანი შეინარჩუნებს თავისი ბირთვული პროგრამის ამჟამინდელ სტატუსს. თავს შეიკავებს ურანის შემდგომი გამდიდრებისა და ბირთვული ინფრასტრუქტურის გაფართოებისგან. შეერთებულ შტატები თანხმდება, რომ ირანს მომავალ ყოვლისმომცველ შეთანხმებაში ნებადართული ექნება თავისი მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის განზავება ირანის ტერიტორიაზე. არაფერი არ გაიტანება. არ გაიტანა. რა გამოვიდა საბოლოოდ? საბოლოოდ დონალდ ტრამპმა უკვე 38 ჯერ, ეს ხუმრობა არ არის, 38 ჯერ დაფირდა, რომ ირანთან მშვიდობის შეთანხმებას დადებდა. ყოველ ჯერზე თარირი უბრალოდ გადაიდებოდა. და აი გუშინ მან განაცხადა, რომ 14 ივნისს, ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე, როცა 80 წელი მისრულდება, ზუსტად ვირტუალურად მოვაწერთ ხელს მშვიდობის შეთანხმებასაც ირანთან. მაგრამ ისლამური რევოლუციის მსვლელთა კორპუსმა უკვე პირდაპირ გააკრიტიკა, როგორც მათ თქვეს, აშშ-ის პრეზიდენტის ფარული დაჟინებულობა 14 ივნისთან დაკავშირებით. ასე რომ როგორც ამბობენ, დაველოდოთ. აქ წერტილებს დავსვამ. თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები ტრადიციულად დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ნებისმიერი დონატის საშუალებით. ბმულებზე და რეკვიზიტებზე, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქ არის Buy Me a Coffee, Patreon, ბმულები კრიპტოსაფულეებზეც, საბანკო რეკვიზიტები, მოკლედ აერჩიეთ ის, რაც თქვენთვის მოსახერხებელია. მადლობელი ვიქნები ნებისმიერი თქვენი მხარდაჭერისთვის. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობი.